იაკობიძე თავად წამოიღო, ბურთი შევიდა საჯარიმოში, იაკობიძე ვეღარ გააგრძელა აი ეს მცდელობა, ისევ ორბი შეტევაში კუპრეიშვილი ურტყავს და არტყა და გაიტანა 1-0, რა გოლი გაიტანა კუპრეიშვილმა, დაწინაურდა ორბი და 51 წუთზე გაიტანეს გოლი მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა. ბრწყინვალე გოლი საჯარიმოს გარედან და აი ასე მინიმალური სხვაობით გავიდა ორბი წინ. მეორე ტაიმი შედარებით პირველ ტაიმთან ორბი ჯერჯერობით კარგად გამოიყურება. თოფურიას მისამართით გავიდა ეს პასი, თოფურია საჯარიმოშია დაარტყა და გაიტანა 2-0 ხდება ანგარიში. 53 წუთზე 2-3 წუთიან მონაკვეთში მოახერხა ორბიმ. ორი ბურთის გატანა კუპრეიშვილი თოფურია გოლების ავტორები და 2-0 იგებს უკვე დავით დიღმელაშვილის გუნდი. აკარგად შეასრულა თოფურიამ ამ სიტუაციაში და შეროზიას პასი უნდა აღნიშნოთ, მეიკარი აკეთებს საგოლე გადაცემას და ბრავო ცხრიან საკ მართლაც ძალიან კარგად გამოუვიდა ის დარტყმა, რომელიც შემოგთავაზა თოფურიამ.